მოგესალმებით მეგობრებო, მე მინდოდა ახლა დღეს კიდევ ერთი პატარა თემა გამეშღერებინა და ვინ იყო ფენიქსი და რა არის ფენიქსი და რას წარმოადგენს საერთოდ ჩვენს ისტორიაში და უცხოურ ისტორიებში ფენიქსი აი ამ ინფორმაციაში წერია და მოდი მე ამას არ წავიკითხავ, თქვენ თავად წაიკითხეთ. უბრალოდ გეტყვით, რომ ფენიქსი არის ის მითოლოგიური არსება, რომელიც თავისი ნებით აალდება და შემდეგ ის კვლავ აღსდგება. ესე იგი, ამას აქვს 500 წელი სიცოცხლის საშუალო მანძილი არის თუ ცოცხლობს უშუალოდ 500 წელი. ესე იგი, იდეოლოგიურად ის ცოცხლობს 500 წელი და შემდეგ ის განახლდება, ის თავის თავს განაახლებს, აალებს და შემდეგ ის კვლავ მოგორლინება ახალი სიყვარულის სახით. ის მზის ღვთაებასთან არის რასთან კავშირში და ქართულ მითოლოგიაში ის ცნობილია როგორც ფასკუნჯის სახელით. ფასკუნჯი ჩვენს ზღაპრებში ხშირად გვხვდება ხოლმე მეგობრებო და საინტერესო ის არის, რომ ფასკუნჯის ზღაპრები ფასკუნჯზე ბევრი ინფორმაციის მომცემია. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ეხლა აი ამ პერიოდში ვართ სწორედ აალების პროცესში, როდესაც უკვე ჩვენ ავალდებით, როგორც ფენიქსი აალდება. მინდა გითხრათ, რომ ფენიქსს არავინ არ ანადგურებს, არც წვავს და არც გარე პირები ეხებიან მას, არამედ ის თავის თავს თვითონ აახლებს. რატომ წერ ახლა მე ამ ჩართვას, უბრალოდ ამ ლაივს ფენიქსზე, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მტერი გარედან მოსული საქართველოში, უშუალოდ ქართველების წინააღმდეგ არის მობილიზებული. ესენი არიან გაქართველებული უცხოელები, როგორიც არიან, აღარ მინდა ჩამოთვალ მათი, თქვენ კარგად იცით, სხვადასხვა ერები, რომლებიც უბრალოდ ვერ იცოლებენ, რომ საქართველოს მიწა ეკუთვნის ქართველებს და საქართველოს სულისკვეთება, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია საქართველოს საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა დღეს უამრავი ლექსი დავფუძნე მე ქალბატონი ემიგრანტი ნინოსი და იცით რა არის მეგობრებო, მე ერთი რამე დავაფიქსირე, რომ გამიზნულად ებრძვიან იმ ადამიანებს, ვისაც ეხსნებათ ლაზარე, გამიზნულად იჭერენ ისინი ასეთ ადამიანებს და აგზავნიან დაწესებულებებში, როგორიც არის გამოსაჯანსაღებელი ქუა ცენტრები, რა ქვით მოგად, ფსიქიატრიულები და რატომღაც ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გამიზნულად მიმდინარეობს ადამიანების ემოციების დახშობა. რამდენ ადამიანთანაც მე საუბარი მომიწია, იქნება ეს განათლებული, იქნება ეს მეცნიერი, იქნება ეს გასული, იქნება ეს მაგი, იქნება ეს უამრავ ადამიანთან და უამრავი სახის ადამიანთან მაქვს მე ურთიერთობა. შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველაზე ადამიანური ბუნების არიან ის ადამიანები, რომლებიც საგიჟეთში არიან გადაგზავნილნი, ანუ ფსიქიატრიულში არიან გადაგზავნილნი. და ესეთი ადამიანები რატომღაც მიიჩნევიან როგორც არანორმალურებად. ამას დავაკვირდი, რომ რამდენად ნორმალური თვისებები აქვთ ამ ადამიანებს ადამიანური შემონახული, იმდენად არანორმალურად ჩარჩოში ჩასმულები არიან ის ადამიანები, რომლებიც მეცნიერულ შემოქმედებით თუ სხვა პროფესიულ დარგებს ასაზრდოვებენ, ხო? აი მაგალითად როგორიც არის, ესე იგი ნებისმიერი შემოქმედი, რომელსაც ემოციების გარეშე, მე ვერ წარმომიდგენია, რომ შემოქმედი ემოციების გარეშე ქმნიდეს რაიმე შემოქმედებას, მაგრამ სამწუხაროდ მე მინდა გითხრათ, რომ რამდენი შემოქმედიც მე საქართველოში ვნახე, ისინი აბსოლუტურ ჩარჩოში არიან მოქცეული და
აი ესე საუბრობენ. იცით რა არის შიში საზოგადოებაში, რომელიც დღესდღეობით საქართველოში ჩამოაყალიბეს სხვადასხვა ინსტიტუციებმა, როგორიც არიან ესე იგი ჯანდაცვა და როგორიც არის უშიშროება და როგორიც არის სპეცსამსახურები, აი ეს შიში აშკარად საზოგადოებაში ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ადამიანები, რომლებიც არ არიან თავისუფლები, ისინი ვეღარ გამოხატავენ თავიანთ ემოციებს ლაღად. ხომ, ისინი უნარდაკარგულები არიან და ისინი ერგებიან იმ სისტემას, რომელ სისტემასაც გვთავაზობს, ესე იგი, რობოტული საზოგადოება. და რობოტულ საზოგადოებაზე მორგებული საზოგადოება, როგორიც არის, ესე იგი, ინსტიტუციები, როგორც არის სკოლა, უნივერსიტეტი, ახლა სამწუხაროდ უკვე შემოქმედებითი დაწესებულებები, როგორიც არის საკუთარი ატელიები და სალონები, ასეთი, ეხლა დღესდღეობით კიდე გამრავლდა მაგების სალონები, ხო? ასეთი დაპროგრამებული ადამიანების გარემოში ყოფნა ნამდვილად იმ ადამიანური თვისებების ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს ემოციები, შეიძლება მიყავდეს გაგიჟების ზღვრამდე. ეხლა რატომ გეუბნებით, იცით? აი, ძალიან საინტერესო ფენომენი არის ეს ფსიქიატრიულიდან ჯერ ფსიქიატრიულში მოხვედრილი ადამიანების და შემდეგ იქიდან გათავისუფლებული ადამიანების საუბარი. ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში, რამე თუ ძალიან ბევრთან ასეთთან მაქვს მე ურთიერთობა და ძალიან მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ასეთი ადამიანები არიან ჩემთვის გმირის ტოლფასები დღესდღეობით რა, ანუ მართლა გმირები არიან, მინდა გითხრათ რა, და ყველა ის ადამიანი, ვინც ფულს გამოიმუშავებს ათასგვარი ჭორით და ტყუილი მასწავლებლობით, გურუობით თუ ფსიქოლოგობით, აი ეს ადამიანები ყველანი არიან ჩასასმელი ფსიქიატრიულში რა, მე პირადად მე გეტყვით აი ამ ჩემს დასკვნას, იმიტომ რომ ვისაც ქართული ანბანი ლაზარე გაეხსნა, ყველას მიიჩნევენ როგორც და გველაძუა საზოგადოება ჩამოყალიბდა რა. ასეთ ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან კარგად იციან რაზეა საუბარი და რა აქვთ ამ ადამიანებს გახსნილი, გველაძუა საზოგადოება იმიტომ ჩამოყალიბდა საპატრიარქოს ჩათვლით, რომ აგერ ხონის რაიონში საპატრიარქო კიდევ ერთ შენობას ამატებს ფსიქიატრიულ დაწესებულებას. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის დღესდღეობით, რომელსაც ეხსნება ეს ფენომენი ლაზარე, ქართული ენა და ქართული ენის შინა შიგთავსი და მის უკან მდგარი ყველა ინფორმაცია და ასეთ ადამიანებს, რადგან ასეთ ადამიანებს ვერ უგებს უმრავლესობა ტვინ გამორეცხილი საზოგადოება, რომელიც 24 საათი ტელევიზორის მოდუსზე არის გადართული და რასაც მედიას თავაზობს, იმაზე არის რობოტივით ჩართული და ვერ ეთიშება, აი ასეთ საზოგადოებას არ ესმის და რა თქმა უნდა მათთვის დამთრგუნველი და ტვინ საბურღავია იმაზე ფიქრი, რასაც ეს ადამიანები აშხერებენ და რა თქმა უნდა ასეთ ადამიანებს პირდაპირ თავს უკრავენ ხოლმე ფსიქიატრიულში. მე მინდა გითხრათ, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ფსიქიატრიულში ხართ ნამყოფი და ძალიან რთულია, ვიცი, რამდენი ისტორია მოვისმინე უკვე, რომ ამ ადამიანებს ნების გარეშე მათ და უნებურად ასმევენ ისეთ ძლიერ წამლებს, რომლებიც პირდაპირ ანადგურებს როგორც ფსიქიკას, ისე ადამიანურ ნორმას, ნორმალურ თვისებებს და ადამბლავებს და ადებილებს, მინდა არ ვიცი, მართლა ვანუგეშვა ეს ადამიანები, რომ თუ კი ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები უღულებელყოფილი და დაბულინგებული იქნებიან საზოგადოების მიერ, ჩემგან დიდი მხარდაჭერა აქვთ ასეთ ადამიანებს და მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხადო ამ ადამიანებს, რომ აი მართლა გმირები არიან. როგორც ნაზი შამანაური იმ დროში ერთი ადამიანი აწამეს და მოსპეს, თითქმის გაანადგურეს და მოკლეს, ხო, თითქმის კი არა, მოკლეს და შემდეგ
შემდეგ მასზე დაიწერა უამრავი სტატია, მაინც დარჩა ის ადამიანად, რომელიც საგიჟეთში აწამეს და მოკლეს და ის შეეწირა გმირივით და ის იყო მართლა მერტვირა, აი, რასაც იტყვიან ხოლმე გერმანელები მერტვირა, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან სწორედ ის 100,000 მოწამის მსგავსად ტოლფასნი, რომლებიც ეწირებიან აი ამ უმსგავსობას, რაც დღეს ჩვენ საზოგადოებაში არის დათესილი. დათესილი არის ის საზოგადოება, რომელიც უნდა იყოს მორგებული ჩარჩოს და თავს ზევით ძალა არა აქვს და მათ იმდენად ყავთ ეს ადამიანები ჩაჭერილი, რომ სიტყვას ვერ წარმოთქვავენ ასეთი სისტემის წინააღმდეგ. მადლობა უფალს, რომ მადლობა უფალს, რომ ასეთი ადამიანები გამაცნო მე და რამდენი ადამიანის მიერაც მე მოვისმინე ასეთი მძიმე ისტორია, რომ ისინი იყვნენ ამის მსხვერპლი და არიან დღემდე იმის მსხვერპლი, რომ ძალით მიყავთ დაწესებულებებში, სადაც მათ წასვლა არ სურთ. ძალიან წუხვარ, რომ დღეს ჩვენ საქართველო გვქვია. ჩვენ დღეს საქართველო არ უნდა გვერქვას, მეგობრებო რა. ჩვენ დღეს უნდა გვერქვას გუგულის ბუდე. აი, გუგულის ბუდე, თუ გაქვთ ის ფილმი ნანახი, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინაო, ხო? აი, ძალიან მაგარი ფილმია. ნახეთ უბრალოდ ეს ფილმი და თქვენ ნახავთ, რამდენად 10 ადამიანი კი არ არის ამ სისტემაში გამოკეტილი. აქ არის ასობით და ათასობით ადამიანი დატყვევებული და სპეციალურად მანიპულირებული წამლებით და გამაბრუებელი ნივთიერებებით. დაჭერილი. გაიხსენეთ კიდევ შერეკილები, ეს ფილმი ძალიან ნიშანდობლივი ფილმი არის იმისა, რომ მესიჯია ერთგვარი, ყველა დროში, ეს იყო არა მხოლოდ დღეს, არამედ ყველა დროში ასეთი ადამიანები, ვისაც გახსნილი ქონდა და ვისაც ჰქონდათ ესე იგი წვდომა უზენაესთან, ხო? აღიქმებოდნენ როგორც გიჟები. აღიქმებოდნენ როგორც არანორმალურები და აღიქმებოდნენ როგორც საზოგადოებისთვის საშიში წარმომადგენლობა. თუმცა საზოგადოება, რომელიც პედოფილიას და მამათმავლობის მატარებელია, ასეთი საზოგადოება მიჩუმადებული და მიჩქმალულია თითქოს და იყოს ეს არასაშიში საზოგადოებისთვის. ასეთი ძირითადი წარმომადგენლები, რომლებიც შეპარული არიან დღესდღეობით საპატრიარქოში და ისინი როგორც უწმინდესი და უნეტარესის წარმომადგენლებად და თანამოძმეებად აღიქმებიან, ასეთი საზოგადოება მართავს სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც აბსოლუტურად სიბნელეში ცხოვრობენ. ასევე გაიხსენეთ მატრიცა, აქ რამხელა მასა არის დაპროგრამებული და დაშტერებული და მხოლოდ ორი ადამიანი როგორ იბრძვის ამხელა მასაში. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ შუმანის სკალის მიხედვით ჩვენ ვართ უმაღლეს ცნობიერებაში ასული, უკვე უმაღლეს სიხშირეებზე ასული და ადამიანები, რომლებიცაც ჯერ კიდევ ადამიანობა შემორჩენიათ, არ არსებობს, რომ მათ არ ქონდეთ გამოვლინებები, როგორც არის მაღალი ემოციური ფონი. და როდესაც საზოგადოება მთლიანად დანგრეულია, ანუ მთლიანად დაშლილია, ხო? ასეთ საზოგადოებაში ასეთი ადამიანები ძალიან ღიზიანდებიან. იმიტომ რომ ისინი არ გამოდის მათგან ის ენერგია, რაც უნდა გამოდიოდეს და არ გამოდის იმ სახით, რაც წესით არის ნორმა, რაც დღევანდელ საზოგადოებას არანორმად ეჩვენება, იმიტომ რომ მათი ნორმა არის მოქცეული ჩარჩოებში, ხვდებით? და როდესაც 10 ადამიანის ნორმა ჩარჩოებში მოქცეულია და ერთი ადამიანი არის შავი ცხვარივით, ხომ, გამორჩეული,
რა თქმა უნდა, ეს ერთი ადამიანი იქცევს ყურადღებას. ამათი ადამიანის ძალა, ამ ერთ ადამიანის ძალას, რა თქმა უნდა, ფიზიკური ძალა აღემატება, მაგრამ არა მენტალური ძალა. ამ ერთი ადამიანის ძალა, ამ ათივეს მენტალურ ძალას აღემატება და ამიტომ არის დიდი ჭიდილი ერთმანეთში, რომელი გადარჩევა, რომელი მოერევა, ფიზიკური ძალა თუ მენტალური ძალა. დღესდღეობით ეს ჭიდილი მიმდინარეობს სრულიად დედამიწაზე. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ დღეს განვიხილეთ სიტყვა მიწა, დედამიწა და დედამიწა კი არ არის ეს, მეგობრებო. ეს არის დედამიწა. დედამიწა ნიშნავს იმას, რომ არის პროცესი, როდესაც ვიღაცა რაღაცას დედას აძლევს. და რას აძლევს დედას? ნახეთ, როდესაც ღმერთი ყოფს, მიწებს, ხომ? როდესაც ღმერთი ყოფს მიწებს, მაშინ ქართველები დაიგვიანებენ და მოვლენ გვიან და როდესაც ეტყვიან, რომ ჩვენ ვქეიფობდით რა, არანორმალურები ვიყავით, ჩვენ ღვინოს ვსვავდით, ვერ თობოდით, ვქეიფობდით, ჩვენ პონტში ვიყავით, ჟარგონულად რო ვთქვათ, ხომ? აი როგორც ეს საზოგადოებაა, ვინც გასულია. ღმერთი რას იზავს? ადგება და მისცემს მათ დედას, თავის დედას, თავის ნაწილ დედას მისცემს, ხვდებით? და ეხლა მოდი და ითქვით, რომ დედა ღვთისმშობლის წილხვედრია საქართველო. დიახ, დედა ღვთისმშობლის წილხვედრია საქართველო, იმიტომ რომ თვითონ სიტყვაშია მოცემულობა დედამიწა. და ჩვენ რომ დედამიწა გვეკუთვნის, ხო? ჩვენ ქართველებს რომ დედამიწა მოგვაკუთვნა ღმერთმა და ამას ვეწინააღმდეგებით იუდეველებო, ეხლა თქვენს მიმართ მომართავ რა. თქვენ გონიათ რომ მამაზეციერზე უფრო ძლიერები ხართ და რამეს ავნებთ მამაზეციერის მიცემულ დედას ქართველების მიერ, ქართველების მიმართ? თქვენ გონიათ რომ მამაზეციერს მოერევი და ქართველების განკუთვნილებაში მყოფ მიწას თქვენ მიისაკუთრებთ? თქვენ გონიათ რომ ამირანისავით ღმერთს მოატყუებთ, რომ ხბოს თუ ხარს ძვლებს და კანს გადაუგდებთ ღმერთს და თქვენ დაიტოვებთ ხორცებს? ეგრე არ გამოგივათ იუდეველებო. თქვენ არ გამოგივათ თუ არ დაუბრუნებთ ქართველს ქართველობას და თუ არ მოხსნით ამ ჩარჩოებს, რომელშიც ყავთ გამოკეტილი უმაღლესი ცნობიერების ქართველი გენის წარმომადგენლები, გენიოსები, ხომ? და გონიერები, თქვენ ვერასდროს გახდებით მამაზეციერის საყვარელი შვილები. ვერასდროს. ვედროში კი არა, ვერასდროს მოიპოვებთ მამაზეციერის სიყვარულს. კაენ, როდესაც მოკალი აბელი, შენ გელაპარაკები ახლა კაენ, როდესაც მოკალი აბელი, შენ შურმა კი არა აღგავსო, შენ აღგავსო შენი თავის სინანულმა, რამე თუ არ იყავი აბელისნაირი კეთილი. ხო და დაიბრუნე ეს სიკეთე, შენ სხვანაირად ვერ მოიპოვებ მამის სიყვარულს, შენ სულ დევნაში იქნები. მე ახლა ვესაუბრები იმ ეროვნების წარმომადგენლებს, რომლებსაც ჰგონიათ თავი ამა ქვეყნისა მმართველი. ამა ქვეყნისა მმართველი ერთ დროს იყო სათაელი და ახლა არის ცაბაოთი. ცაბაოთი არის ჩვენი ნათელი, თუმცა აქაც დასაეჭვებელია, ცაბაოთი თუ მამა ღმერთი, იესო ქრისტეს მამა არის ჩვენი მმართველი, იცოდეთ, და იესო ქრისტე არის ამა ქვეყნის მმართველი. აწ და ახლა ამ წამს უკვე დაიწყო ეს დრო, როდესაც იესო ქრისტე არის ჩვენი მმართველი საქართველოს ტერიტორიაზე. მან ტახტი დაიდო ჯვრის მონასტრიდან და ის სრულიად დედამიწაზე გამეფდა. აი ეს ამბავი, მეგობრებო, მოუყევით ყველას.
ქრისტე ღმერთი არის ამასოფლისა მმართველი, თუ კი აქამდე იყო სათაელი, ახლა ქრისტე ღმერთი მოვიდა და ზის ტახტზე, რომელიც მართავს ჯვრის მონასტრიდან. მე მინდა გითხრათ, რომ გამგები გაიგებს და ძირითადად ჩვენი გასხივოსნებული თანამემამულენი არიან საზღვარგარეთ წასული, რომლებიც არაჩვეულებრივ ლექსებს წერენ, რომელი ლექსებიც არ რეზონირდება 99%-თან, მაგრამ მინდა გითხრათ, მეგობრებო, რა ყველა იმ ადამიანს, ვინც ულამაზეს ლექსებს უძღვნით, მამაზე ციერს, ქრისტეს, საქართველოს, ლაზარეს, აი ეს ადამიანები ხართ ის ძალა, რომელიც იჭერს სრულიად დედამიწას და რომელიც ჯერ კიდევ აცოცხლებს ამ დედამიწას. იცოდეთ, რომ თქვენ რომ არა დედამიწა გაცამტვერდებოდა, აღარ იარსებებდა და მე მინდა აქედან მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ღვაწლში ხართ, საზღვრებს გარეთ თუ საქართველოს საზღვრებს შიგნით, ყველანი ხართ დედამიწის გადამრჩენელები. უძლიერესი ხალხი გამოკეტეს ფსიქიატრიულში და დღეს ღმერთმა იცის რამდენი უძლიერესი გონება გახსნილი ადამიანი არის ფსიქიატრიულში გამოკეტილი. ღმერთმა მოგცეს ძალა ყველას, ღმერთო შენ გვიშველე და დაამტვრიე ყველა ის ბორკილი, რომელიც დაადეს ამირანს. ამინ ამენით იესო ქრისტე. ემზარი წერს, საგიჟეში პირველად 3 დღით გამომკეტეს, რადგან ციხით ვერ შემაშინეს და იმ 3 დღეში მთელი სავსე ავადმყოფობიდან 3 კაცი აღმოვაჩინე, სრულიად ჯანმრთელები და საგიჟის წამლებით ყავდნენ მოდუნებულები. ისინიც გადახდა მოდუნებულები. ისინიც სიმართლის საუბრის გამო ყავდნენ გამოკეტილები. ექიმები უპირველესად საპატრიარქოს ექვემდებარებიან და ზედაკინძული მთავრობის მილიცია, პოლიციას და ასე შემდეგ. მეორეჯერ საარჩევნოდ გამომამწყვდიეს 7 დღის მთელმა პატრულ პოლიციელებმა და უკვე დაავალეს ჩემი ლიკვიდაცია. ღვიძლის ხორცი სრულად მქონდა დაწმენდილი და ვერც შკუა შემიცვალეს, ვერანაირ ვერ გამიკეთნენ ნემსი და გამოწერის დღეს არჩევნების დამთავრებისას იმნაირი სიტუაციაში მომახვედრეს, რომ დამესიენ ვეღარ მოვერიე და ისეთი ნემსი დამასენ, რომ გამოვედი რამოდენიმე საათში დამეწყო ფეხებზე თითების კუნთვებისა და გულზე დამაწვა, კრუნჩხვები და გულზე დამაწვა. გამთენიისას დაურეკე 112 სასწრაფოს და ვუთხარი, როგორც მომექცნენ და გული მაწუხებს თქო. ჰაერი მეხუთებოდა, არ ვიცი რა გამიკეთეს თქო და სასწრაფო მოვიდა. სასწრაფო მოვიდა და პოლიციას ველოდებოდით, ხონში უნდა წაგიყვანოთო. ერთი სიტყვით სიმართლის მთქმელს ანადგურებენ, მაგრამ შიო ვეღარ გაბედავენ, უკვე იციან, რომ საატანები ღმერთს ვერ დაამარცხებენ. არა და დღემდე სიმართლე ვერ დავიწმინდე, დღემდე სისხლი ვერ დავიწმინდე და პრობლემები მაინც დამიტოვეს სადისტებმა. ახლა მთელი გიჟების შეკრებაზე 1 აპრილს სმირნაზე დავაყენებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ემზარ ვიზიარე მწუხარება, ძალიან მწუხარ ასეთი მდგომარეობაში რომ მოხვდი შენ და შენაირი კიდე ძალიან ბევრი.
მადონა წერს, ფორმულა აქვთ ასეთი შემოქმედების და ამ ფორმულით მოქმედებენ, ამიტომ მათი შემოქმედება დაცლილია როგორც ემოციებისგან, ასევე შემეცნებითი მხარეს დაკარგული აქვთ. კი, სამწუხაროდ მადონა, სამწუხაროდ ყველაფერი გათიშულია, მეგობრებო, ყველანაირი ადამიანური გათიშულია, ყველანაირი ღვთიური გათიშული აქვს და გადასული არიან ანდროიდის მოდუსზე. ანდროიდი იცით, რასაც უბრძანებ, იმას აკეთებს, როგორც დატენი, ისე დაიტენება. და ვინც არ არის ანდროიდის დონეზე დასული, ხომ? ისინი ყველანი განსაცდელების ქვეშ არიან, რადგან ისინი იდევნებიან საზოგადოებიდან ყველაზე რთული გადასატანი ის არის, რომ საკუთარი ოჯახის წევრებისგან არიან გაწირულები ეს ხალხი და საკუთარი ოჯახის წევრები აგზავნიან მათ უმრავლეს შემთხვევაში ფსიქიატრიულში, რამე თუ ეს საკუთარი ოჯახის წევრები არიან ამ სისტემის მიერ გამოწურთნილი დაპროგრამებული ანდროიდები და ხდება ესეთი ჩარევა რა, აი ზუსტად რატო დავიწყე ხოლმე ფენიქსით, ფასკუნჯი არასდროს არ კვდება, მეგობრებო, ფასკუნჯი არის ესეთი ფრინველი, რომელსაც დიდი სიბრძნე აქვს, აი ეხლა ზღაპრების წიგნი მაქვს, უნდა გადავიკითხო ფასკუნჯის ამბავი, ერთხელ მახსოვს, წავიკითხე, დედამ რა უთხრა იასა, ვარდმა რა უთხრა იასა, იამ რა უთხრა დედასაო, თუ ასეთი ზღაპრის სახელია და უნდა გავიხსენო, ძალიან საინტერესო ზღაპარია რა, აი უმაგრესი ზღაპარია, მე ხო რაც მახსოვს ბუნდოვნად იმას ვიხსენებ, რომ აქ მახსოვს, რომ ფასკუნჯზე იყო საუბარი და ძალიან წუხარ, გაუძელით მეგობრებო, ჩვენ ერთად გავართ. იცოდეთ, რომ ჩვენ გვჭირდება ეხლა ყველაზე რთული პერიოდია ასეთი ადამიანებისთვის, ეს მაღალი სიხშირეები ადამიანებს იმდენად აგიჟებთ. ესე იგი, ვინც გასული არ არის, მეგობრებო, ეგრევე იმაზე ურტყავს, ორგანოებზე ურტყავს და ორგანოები ძირითადად ეხლა სიმსივნე იმიტომ არის მომრავლებული, რომ აი სწორედ ეს ენერგიები, რაც უნდა გამოვიდეს ადამიანისგან, არ გამოდის, ვერ რეალიზდება და ამიტომ ორგანიზმში თვითონვე თავის თავს ჭამს, თავის თავს ავნებს, თავის თავს რაღაცა მავნე ნივთიერებას, ენერგიას აგროვებს და მავნე ენერგიების, ივანე ერთი წუთი მომეციეს ერთი წუთი ეგრე. მავნე ენერგიები თავის სახეს იღებს და სიმსივნის სახით გამოიხატება. ამიტომ მე მქონდა ესეთი შემოძახილი, რომ ვასწავლე მეთქვი იმ ადამიანებს, ვისაც სიმსივნე აქვს, როგორ განიკურნონ საკუთარი თავი თვითონ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ სასიხარულო ამბავი საქართველოში სიმსივნით დაავადებულები არავინ არ აღმოჩნდა და ნაკლები სადარდებელი გამიჩნდა, ნაკლები სადარდებელი გამიხდა. ასე რომ გილოცავთ, საქართველოში აღარ არიან სიმსივნით დაავადებულები, ისინი მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებულები არიან და მიმართავენ ასეთ საკითხებს, როგორიც არის მკვლელი საზოგადოება, მედიცინა. მკვლელი საზოგადოება. პირდაპირ ყასაბები არიან ეგენი. დამერწმუნეთ. ღმერთმა ურავის დაგვაჭიროს მედიცინა და ღმერთმა ჯანსაღები გვამყოფოს და ქრისტესნაირად საკუთარი თავი თვითონ განგვაწმენდინოს და გამოგვაჯანმრთელებინოს. თუმცა არავის არ სჯერა ეს ამის, რომ თავისი საკუთარი თავის გამოჯანმრთელება შეიძლება, მაგრამ აგერ ვარ ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ საკუთარი თავი არაერთი დაავადებისგან გამოვაჯანმრთელე, როგორიც არის ჩიყვის დაავადება, სიმსივნე და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები. ასე რომ გილოცავთ, მეგობრებო, ჩვენ ყველანი ჯანმრთელები ვართ საქართველოში, რამე თუ არავის აღარ სჭირდება უფასოდ განკურნება. მათ მხოლოდ სჭირდებათ ფასიანი ხუშტურებზე სიარული. ფასიანი ხუშტურებზე სიარული, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ რწმენა გაქვს, როგორც ასეთი ნული. რწმენა იმისა, რომ შენი თავი ან ვინმე განკურნავს, ან
ხო, არის კიდე იქ სხვადასხვა დაწესებულებები, როგორიც არის, აი მაგალითად ვიღაცა ხო, აღარ მინდა მაგას შევეხო, ყოველ შემთხვევაში მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ჯანმრთელები ვართ. მოხარული ვარ. გილოცავთ მეგობრებო. გიხაროდენ. ჯანმრთელების ქვეყანაში ვცხოვრობთ. ეხლა არ მითხრათ, რომ ჯანმრთელების ქვეყანაში არ ვცხოვრობთ. აბა წავედი, გაკოცეთ ახლა ბევრი და თქვენი აზრებით მაინტერესებს.